ბოლო რამოდენიმე დღეა YouTube-ისთვის გადაღებულ ვიდეოებს Facebook-ზეც ვდებ. და გაირკვა კიდე რაღაცა მომენტები კოცური მსჯელობებიდან თუ კოცური ლოგიკიდან თუ რაც რა ვიცი მე კოცებს რა აქვთ. ტვინში რუსული ნეხვის გარდა ხო არაფერი არ უდევთ და იმ რუსული ნეხვის ვითომ რაღაცა ლოგიკური რაღაცაები კიდე ამოტივტივდა და ახლა ყველა უნდა დავაკომენტარო. რო დავდე სრული ვიდეო, სადაც ვლაპარაკობ იმაზე, რომ 2008 წელს ჩვენ ომი 5 დღეში მოვიგეთ. სრულ ვიდეოზე ამდენი კომენტარები არც არის, არც ამდენი ნახვებია და მოკლედ რო დავდე სულ 3 ცალი მაქვს მოკლე იმ სრულიდან ამოჭრილია. ერთი დავდე ჯერ. ამ ერთში იმაზეა საუბარი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის სწორ პოლიტიკამ და სასწაულად ძლიერ დიპლომატიამ მიაღწია იმას, რომ სოფლიომ რუსეთი ცნო აგრესორად და ოკუპანტად და საქართველომ მოიპოვა ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი და აი ეს რატო ეზიზღებათ კოცებს გაირკვა. 5 პუნქტია. პირველი ეს ვიცოდი ადრე და მაქვს ამაზე ნალაპარაკების სხვა ვიდეოებში, მაგრამ გავიმეორებ. იმიტომ რომ ვიღაცეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დადიოდნენ, უფრო თავისუფალი იყო მიმოსვლა. ის არ იყო მავთულ ხლართი, რომელიც ახლა არის. და ამით რაღაცნაირად კმაყოფილები იყვნენ. ისე კიდათ რომ სახელმწიფო კონტროლი არ გქონდა ტერიტორიაზე, ისე კიდათ რომ მასიურად სახლებში ვერ ვბრუნდებით. აი პერიოდულად რო გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ და რაღაცა და თავის ჭიას რო იკმაყოფილებდნენ, ამით ოკეი იყვნენ და ეზიზღებათ ახლა ის რო იქ ის არის ეს და ვერ დადიან. და ის რომ ოკუპირებული ქვეყნის სტატუსმა შენ დეოკუპაციის უფლება მოგცა იურიდიულად და მთელი მსოფლიო შენს გვერდში დადგა და გითხრა რომ კი რუსეთი აგრესორია და ეს რუსეთი იქიდან უნდა გავაგდოთ. და მოვა ამის დრო და სააკაშვილი რომ არ წასულიყო 2012-ში უკვე დეოკუპირებული იქნებოდა ეს ტერიტორიები. ამისთვის ემზადებოდა საქართველო. ამისთვის ბაჩო ახალაიამ დაიწყო საქართველოში ჩვენი საკუთარი ძალიან ამ დროინდელობისთვისაც კი თანამედროვე და იმ დროს საერთოდ არავის რო არ ქონდა ისეთი იარაღის წარმოება, რომელიც კოცებმა მოსპეს. მაგრამ კოცს ეს რა შეაინტერესებს, ის თვითონ ხო დადიოდა რაღაცნაირად და ის ურჩევნია მე რა რო სახელმწიფო არ იყო. იქ სადაც დადიოდა. აი მე წიგნი მაქვს დაწერილი იმაზე როგორ დავდივარ აფხაზეთში და კმაყოფილი რო ვიყო იმით რომ დავდივარ და არ მინდოდეს დეოკუპაცია. აი წარმოგიდგენიათ ასეთი რაღაცა? მე რო იქ ფიზიკურად რო ჩავდივარ, მე რა რომ მე ჩავდივარ. საქართველო იქ არ არის. მაგრამ კოცს ეს არ აღელვებს. პირველი პუნქტი. მეორე. რად გვინდოდა აღიარება? აი რად გვინდოდა რომ სოფლიომ ცნო რომ ოკუპაცია გვაქვს ჩვენ არ ვიცოდით? სოფლიო აღიარების გარეშე საერთოდ სახელმწიფო არ ახარ. სოფლიო აღიარების გარეშე არა გაქვს ტერიტორიები და არა გაქვს საზღვრები. შენ საზღვარს ვერ დაადგენ თუ სოფლიომ არ გიღიარა ის ტერიტორია, მაგრამ კოცი რისი კოცია? სახელმწიფო რა შეაინტერესებს კოცს? თავარია თვითონ იყოს კარგად. ზუსტად ასე ლაპარაკობენ ისინი ვინც ოკუპაციაში წარმოადგენენ იქაურ სახელმწიფოს, ვითომ აფხაზურ სახელმწიფოს და ვითომ ცხინვალში ოსურ სახელმწიფოს. ამას ამბობენ ზუსტად. რომ მე რა რო ჩვენ სახელმწიფოდ არ გვაღიარებს მსოფლიო. ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენ სახელმწიფო ვარ. აი ამას მტენის კოცი. რაში მჭირდებოდა მე მსოფლიოს აღიარება ოკუპაციის? მე ხო ვიცოდი. რაში მჭირდებოდა მე მსოფლიოს აღიარება რომ რუსეთი ოკუპანტია? ხო, მანამდე არავინ არ აღიარებდა რომ რუსეთი ოკუპანტია. მანამდე შევარდნაძე რუსეთს მშვიდობის მყოფელს ეძახდა. და მანამდე შევარდნაძე იმ რუსულ ტყუილს რომ თითქოს საქართველოს ქართველებს და თბილის ვიღაცა საწყალ აფხაზებთან და საწყალ ოსებთან კონფლიქტი აქვთ, შიდა გაუგებრობა და ამიტომ მოხდა ომები, ამას შევარდნაძე ხო ეთანხმებოდა? და კოცსაც უხაროდა.
რაში ჭირდებოდა ქოც რუსეთის აღიარება მტრად და ოკუპანტად და აგრესორად. მესამე კოდორი და ახალგორი ხო დავკარგეთ. ეს დავკარგეთ კიდე ცალკე სიტყვა, რომელსაც უნდა გავარჩიოთ, რომელიც უნდა გავარჩიოთ. კოდორი და ახალგორი იმაზე უფრო მეტ მნიშვნელობა აქვს კოდორს და ახალგორს, ვიდრე მთლიან აფხაზეთს და მთლიან ცხინვალს. იმ კოდორზე და ახალგორზე თუ გქონდა შენ სახელმწიფო კონტროლი, მაგრამ არ გქონდა მთლიან ცხინვალზე და მთლიან აფხაზეთზე, რაში გჭირდებოდა? უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ამას? და დროებით რო ოკუპირა რუსეთმა კოდორის ხეობა და ახალგორი სამაგიეროდ შენ მიიღეს სრული დეოკუპაციის უფლება იურიდიული და ამას გააკეთებ, როდესაც ქოცი არ გეყოლება თავზე დამჯდარი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ქოცისთვის რა თქმა უნდა არ აქვს. ქოცი ხო რუსია და რა თუნდა ქოც სახელმწიფო კონტროლის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მეოთხე ლუშეთმა რო აღიალა ქოცი დღემდე თვლის რომ რუსეთი უძლეველია. ქოცი დღემდე თვლის რომ რუსეთი საერთაშორისო მასშტაბით რამეს კიდე წყვეტს. ქოცი დღემდე თვლის რომ რუსეთის ტუალეტის ქაღალდი და ეს ვითომ აღიარება რამეს ნიშნავს. რა მერე რუსეთმა რო აღიარა ქოცო? მითხარი მერე რა? ამით რამე შეიცვალა? ამით შენ შეგეცვალა რუკა? ამით შენ შეგეცვალა რეალური საზღვრები? იმ რუსულ აღიარებას ისევ შენს გარდა, ქოცის გარდა და შენი მთავრობის გარდა ვინმე მსოფლიოში აღიარებს და მხარს უჭერს რუსეთს ამ საკითხში? არავინ, მარტო შენ ქოცო და შენი ქოცური 41 და შენი ქოცური ქართული ოცნება. მეტი არავინ დედამიწის ზურგზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ რუსეთმა აღიარა. არაფერს ეს არ ნიშნავს. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ სოფლიომ აღიარა, რომ ოკუპირებულები ვართ და ამით მოვიპოვეთ დეოკუპაციის უფლება. და უკვე დეოკუპირებული იქნებოდა კიდევაც, რომ შენ, ქოცო, 41 არ შემოგეხაზა 2012 წელს. შენ, ქოცო, რუსის მონა. და მეხუთე პუნქტი ზოგადად სიტყვა დაიკარგა და ჩააბარა. დაიკარგა და ჩააბარა შევარნაძე და შევარნაძეს დროს. იმიტომ რომ იმ ტყუილს, რუსულ ტყუილს, რომ თითქოს თბილის კონფლიქტები აქვს ვიღაცა საწყალოსებთან და ვიღაცა საწყალ აფხაზებთან, აი ამ ტყუილს სოფლიო ჭამდა და შევარნაძეც ამ ტყუილს მხარს უჭერდა. შევარნაძე რუსეთს შვიდობის მყოფელს ეძახდა და შევარნაძე სოფლიოს ეუბნებოდა კი მე ვიღაც ოსებთან და ვიღაც აფხაზებთან მაგ კონფლიქტი რუსეთთან კი არ მქონია ომი. აი მაშინ დაიკარგა და მაშინ დავკარგეთ და მაშინ ჩაბარდა და მიხეილ სააკაშვილმა ეს ყველაფერი დაიბრუნა დე იურე ჯერჯერობით, მხოლოდ დე იურე კიდე ერთხელ ვიმეორებ, დე ფაქტოც დაბრუნებული ექნებოდა სააკაშვილს, თქვენ ქოცებო რუსის მონებო, რომ არ შემოგეხაზათ 41-2012 წელს. და არანაირი ჩაბარებული და არანაირი წაღებული ოკუპირებული ტერიტორიები არ არის. პირიქით, დე იურე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მსოფლიომ საქართველოს, რომ ეს შენია. და მოვა დრო შენ ამას დაოკუპირებ. მესამეჯერ გავიმეორებ, ეს დრო უკვე დამდგარი იქნებოდა და მე უკვე სახლში ვიქნებოდი შენ ქოცო რუსის მონა 2012-ში 41 რომ არ შემოგეხაზა. აი ამდენი სალაპარაკო მოიტანა მხოლოდ ერთ მოკლე 41 წამიან ვიდეომ, სადაც ვლაპარაკობ ოკუპირებული ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაზე. ახლა დანარჩენ ორს რო დავდებ კიდე იქ სხვა რაღაცები აიწევა, ქოცის სხვა კომპლექსები გამოჩნდება და იმაზედაც მომიწევს მე აი ესე პასუხისგაცემა.
საქართველო იქნება დეოკუპირებული, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთვის მოიპოვა ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი და აიძულა მსოფლიო რუსეთი ეღიარებინა აგრესორად და ოკუპანტად. დიდება მიშას, დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, რომელიც ახლა რუსეთს ანადგურებს და დიდება მომავალ საქართველოს, რომელიც როდესაც ჩვენ კოდს მოვიშორებთ, უკრაინას შეუერთდება და ერთად მოვუღებთ რუსეთს ბოლოს.